ორი თვეა პრაქტიკულად ყოველ მეორე დღეს შეერთებული შტატებიდან მოდის ცნობები იმის თაობაზე, რომ ესა თუ ის გიგანტი კომპანია გამოეთიშა LGBT გარყვნილების პროგრამებს და უარს აცხადებს თანასწორობის, ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების კამპანიას, რომელთა ძირითადი აზრი ჰომოსექსუალების, ლესბოსელებისა და ტრანსგენდერების განვითარება, გამრავლება, დაწაკმება, სამედიცინო და სოციალური დაცვით უზრუნველყოფა და ასე შემდეგ პრივილეგიების მინიჭება. იმავდროულად ეგრეთ წოდებული DEI პროგრამები ითვალისწინებს შავკანიანებისთვის სასათბურე პირობების შექმნას ყველა დონეზე, რაც პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს თეთრკანიანი ჯამრთელი ჰეტეროსექსუალების შევიწროებას და უმუშევრად დატოვებას, ანუ დისკრიმინაციას. ტრამპის განკარგულების შემდეგ ასეთი პრივილეგიები სექსუალური უმცირესობებისათვის და აფროამერიკელებისათვის უკანონოდ გამოცხადდა და უნდა შეწყდეს. სოფლიო ბიზნესის გიგანტებიც ერთი მეორეს მიყოლებით შეეშდნენ ამ შიზოფრენიას და გამოაცხადეს, რომ ამიერიდან სამსახურში ადამიანებს აიყვანენ მხოლოდ პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულების პრინციპით და არა კანის ფერის ან სექსუალური ორიენტაციის მიხედვით. თუმცა ხომ გაიგიათ, ძაღლის ყუდი არ გასწორდებაო. აღმოჩნდნენ ისეთი კომპანიები, რომლებმაც ტრამპის ადმინისტრაციის და რაც თავარია ამერიკული საზოგადოების მოტყუება გადაწყვიტეს. ანუ ერთის მხრივ გამოაცხადეს, რომ შევეშვით ყველანაირი გარყვნილების პროპაგანდასო, მაგრამ თან ინარჩუნებენ LGBT პროგრამებსაც და სხვადასხვა ინკლუზიურობაზე და მრავალფეროვნებაზე პასუხისმგებელ განყოფილებებსა და თანამშრომლებს თავიანთ კომპანიებში. მარტივად რომ ვთქვათ, ვირეშმაკობენ და აფირისტობენ. მაგრამ როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე, ბოლოს ყველაფერი მაინც სააშკარაოზე გამოდის და ყველაფერი ნათელი ხდება. ჟურნალისტებმა და სხვადასხვა საგამოძიებო ორგანიზაციებმა უამრავი ასეთი ძაღლის ყუდი აღმოაჩინეს საკმაოდ ბევრ გიგანტ კომპანიაში. მოკლე ფეხებიანი ტყუილებით შორს წასვლა და ორმაგი სტანდარტების შენარჩუნება სცადეს ონლაინ და საცალო ვაჭრობის მსოფლიო გიგანტებმა, ისეთებმა როგორებიც არიან Tractor Supply, Target-ი და თვით Amazon-იც კი, რომლის მულტიმილიარდელი მეპატრონე ჯეფ ბეზოსი სულ ცოტა ხნის წინ ტრამპს ერთგულებას ეფიცებოდა და მის ინაუგურაციასაც კი აფინანსებდა. სამივე ეს კომპანია მსოფლიო მასშტაბის ფინანსური გიგანტია. შესაძლოა ბევრს არ გაუგია, მაგრამ კომპანია Tractor Supply არის მსოფლიო ლიდერი სახლისა და ბაღისათვის განკუთვნილი პროდუქციის, ასევე ფერმერების ტანსაცმლისა და საჭირო ინვენტარის გაყიდვის სფეროში. ერთი შეხედვით მისი კლიენტურა ძირითადად ამერიკის სამხრეთში მცხოვრები თეთრი კონსერვატორი ფერმერები, კოვბოები არიან. მაგრამ იმ მცირე შემოსავლის გამო, რომელსაც ეს მილიარდერი კომპანია იღებს LGBT საზოგადოებისაგან, მისი მფლობელები თანახმა არიან სიცრუეზე და ორმაგ სტანდარტზე მოაწერონ ხელი. იგივე კომპანია Target-ი, სურსათით ვაჭრობის ამერიკული ონლაინ გიგანტი, 110 მილიარდიანი ბრუნვით და 9 მილიონი თანამშრომლით. მასაც როგორც ჩანს ძალიან დაენანა იმ მცირე შემოსავლის დაკარგვა, რომელიც მის სალაროში გეებისა და ტრანსებისაგან შედის და გადაწყვიტა ასეთ ვირეშმაკობაზე მოაწეროს ხელი. და რა თქმა უნდა, ყველაზე მოულოდნელი ამ აფირისტებს შორის Amazon-ის მოხვედრა იყო, რომლის კაპიტალიზაცია 9 ტრილიონია. თანამშრომლების რაოდენობა 1,5 მილიონი ადამიანი, ფლობელი კი ყველაზე მდიდარი ადამიანი მასკის შემდეგ. აი სულად გაუგებარია, რაში უნდა დასჭირდეთ ასეთ კომპანიებს ისეთი რეპუტაციული სკანდალი, რომელშიც ამ ორ სკამზე ჯდომის სურვილის გამო გაიხლარდნენ. ახლა ხომ მათი ქმედებით სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებიც უკმაყოფილონი არიან, აფროამერიკელებიც და საზოგადოების ჯამრთელი უმრავლესობაც. და რაც თავარია, ძალიან უკმაყოფილოა ტრამპი. ეს კი ყველაზე ძვირი შეიძლება აღმოჩნდეს. მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პოლიტიკას აშშ-ში სერიოზული გამოწვევები აქვს. თანასწორობის საფარქვეშ LGBT პროპაგანდის წარმოება ფედერალურ დონეზე ქვეყნის 47 პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აკრძალა. ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების გამოცემის შემდეგ უამრავმა მსხვილმა კომპანიამ თქვა უარი მრავალფეროვნების თანასწორობის და ინკლუზიურობის პროგრამებზე, რაც LGBT პირების მხარდაჭერას, მათ დასაქმებას და უაზროდ გაზრდილ პრივილეგიებს მოიცავდა. მაგრამ როგორც ჩანს, კომპანიებს იმდენად გამჯდარი აქვთ LGBT სიყვარული, რომ ბოლომდე არ სჯერათ, რომ მათ არავინ აღარ ავალდებულებს უკუღმართობის მხარდაჭერას. LGBT პირებისთვის უსაზღვრო უფლებების გაუქმებამ ერთგვარი დაბნეულობაც კი გამოიწვია. კომპანიებს თან სურთ ეგრეთ წოდებულ DEI პროგრამებში ცვლილებები განახორციელონ, თან LGBT პირებს ვერადა ვერ იგდებენ გულიდან. შესაბამისად, ზოგმა მსხვილმა კომპანიამ გადაწყვიტა არც ჯანსაღ საზოგადოებას აწყენინოს და არც LGBT ლობისტები გადაიკიდოს.
აი მაგალითად Disney. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამცირებენ მრავალფეროვნების თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამას. Disney ცდილობს პოლიტიკურ ლანდშაფტს მოერგოს და თან შეინარჩუნოს ერთგულება ინკლუზიური კორპორატიული კულტურისადმი. ახალი მემორანდუმი, რომელიც Disney-მ გამოსცა, ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად სტრატეგიული ცვლილებებისა, Disney-ის ერთგულება იმ კულტურის ჩამოყალიბებისადმი, სადაც ყველას აქვს თავისი ადგილი და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა, უცვლელი რჩება. როგორც ჩანს, Disney თავს იზღვევს. თუ ოდესმე ამერიკაში ისევ დაბრუნდება LGBT დღის წესრიგი, ისინი თავის გასასამართლებლად და კომპანიაზე გაბრაზებული LGBT პირების შესარიგებლად სწორედ ამ ჩანაწერს გამოიყენებენ. ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, რომელმაც ბოლო პერიოდში LGBT პოლიტიკაში ცვლილებები შეიტანა, კინო და მედია წარმოების შემქმნელი Paramount-ია, მაგრამ მათაც Disney-ის მსგავსად მემორანდუმში ბუნდოვანება მაინც დატოვეს. როგორც ჩანს, არც Paramount-ში სჯერათ, რომ ამერიკაში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ერა სრულდება. Paramount-ის ხელმძღვანელებმა მემორანდუმში აღნიშნეს: ბიზნესის სტრატეგიული მიზნების გათვალისწინებით ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი პროგრამების შეფასებას, რათა გავაფართოვოთ ჩვენი შესაძლებლობები და მოვიზიდოთ ნიჭიერი კადრები ყველა რეგიონიდან. ასევე მოვიზიდოთ სხვადასხვა წარმომავლობისა და შეხედულების მქონე ადამიანები. ეს შეიძლება ნიშნავდეს არსებული პროგრამების გაფართოებას ან ზოგიერთი მათგანის შეწყვეტას. ჩვენი პოლიტიკის ცვლილებებს მომავალშიც გაცნობთ. არც Disney-ის და არც Paramount-ის ქმედება გასაკვირი არ არის. ეს კომპანიები 10 წლეულების განმავლობაში LGBT პროპაგანდის სადარაჯოზე იდგნენ. Paramount-ი წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მრავალფეროვნების, თანასწორობის და ინკლუზიურობის პროგრამებში. კომპანია დიდი ხნის განმავლობაში მასპინძლობდა ინკლუზიურობის კვირეულსაც და ჰქონდა გლობალური ინკლუზიურობის ოფისიც. მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა ჩვენი ბიზნესის ფუნდამენტური ნაწილია. განაცხადა Paramount-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა Bob Bakishma 2023 წლის ინკლუზიურობის კვირეულის დროს. Disney კი პროპაგანდის გარდა არასრულწლოვნების დასახიჩრებაზეც ზრუნავდა. რამდენიმე წლის წინ ინსაიდერებზე დაყრდნობით ჟურნალისტმა James O'Keefe-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Disney საკუთარ თანამშრომლებს, რომლებსაც შვილები ჰყავდათ, ბავშვების სქესობრივი მომწიფების დაბლოკვისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსებას სთავაზობდა. კომპანია მშობლებს იმასაც ჰპირდებოდა, რომ ბავშვების ბლოკატორებით გაჭყეფვის შემდეგ სქესის შეცვლის ოპერაციასაც დაუფინანსებდა. ეს რეალურად მცირე ჩამონათვალია, რასაც ზემოთ ნახსენები კომპანიები ეწეოდნენ LGBT უკუღმართობის სასარგებლოდ. ზოგი კომპანია არც შენიღბვას ცდილობს და პირდაპირ უარს აცხადებს დაემორჩილოს ქვეყანაში ამოქმედებულ კანონს და არ კრძალავს მრავალფეროვნების პოლიტიკას. ზოგს კი მიაჩნია, რომ DEI-ისგან უეცარი დისტანცირება მოკლევადიანი და მცდარი ნაბიჯია. Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Dara Khosrow-Shahim განაცხადა: ჩვენ გვჯერა, რომ სამუშაო ძალის მრავალფეროვნება, გლობალური ხედვა და ბიზნესის ყველა ასპექტის გათვალისწინება მხოლოდ პოზიტიურია და ეს უბრალოდ კარგი ბიზნესია. თუმცა კომპანიამ DEI-ზე დაფუძნებული მენეჯერთა ბონუსები მაინც შეცვალა. Apple გახდა ერთ-ერთი უდიდესი კომპანია, რომელმაც უარყო აქციონერთა წინადადება, რომელიც ითხოვდა მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პროგრამების პოლიტიკის, დეპარტამენტებისა და მიზნების გაუქმებას. კომპანიის დირექტორთა საბჭომ არგუმენტად მოიყვანა, რომ DEI პროგრამების გაუქმება შეზღუდავს Apple-ის ბიზნესის მართვის, გუნდის მართვისა და სტრატეგიული დაგეგმვის შესაძლებლობას. მათ გამოხტომაზე ტრამპმა დაწერა: Apple-მა მთლიანად უნდა გააუქმოს DEI-ის წესები და არა უბრალოდ შეამციროს ისინი. DEI იყო ტყუილი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ზიანი მოუტანა. DEI დასრულებულია. შედეგად Apple-ის გენერალურმა დირექტორმა Tim Cook-მა განაცხადა, რომ კომპანიას არასდროს ჰქონია მკაცრი კვოტები ან მიზნები, მაგრამ შესაძლოა მომავალში გარკვეული ცვლილებები განიხილოს, რადგან ამ საკითხებზე არსებული სამართლებრივი გარემო განუწყვეტლივ იცვლება. კიდევ ერთი ამერიკული კომპანია Ben & Jerry's არასდროს ერიდებოდა უკუღმართების მხარდაჭერას. ის მხარს უჭერს ეგრეთ წოდებულ რასობრივ სამართლიანობასა და LGBT უფლებებს. კომპანიამ CNBC-ს განუცხადა, რომ არ გეგმავს DEI ინიციატივების შემცირებას. ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიები, რომლებიც ცდილობენ მოერგონ მიმდინარე პოლიტიკურ ტენდენციებს და უარი თქვან DEI-ზე, საბოლოოდ კონკურენტუნარიანობას დაკარგავენ და ისტორიის არასწორ მხარეს აღმოჩნდებიან. იანვარში მაღაზიათა ქსელ Costco-ს დირექტორთა საბჭომ ერთხმად უარყო წინადადება, რომელიც კომპანიის DEI პოლიტიკის შესაძლო რისკების შეფასებას ითვალისწინებდა. ჩვენი საბჭოს აზრით, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდაჭერა ჩვენი კომპანიისთვის აუცილებელი და სასარგებლოა.
აქციონერთა 98%-მა მხარი დაუჭირა DEI პროგრამების შენარჩუნებას. ავიაკომპანია დელტას აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა იანვრის ანალიტიკურ შეხვედრაზე განაცხადა: DEI ჩვენთვის ტალანტთან არის დაკავშირებული და ეს ჩვენი მთავარი ფოკუსია. ჩვენ მტკიცეთ ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე, რადგან გვჯერა რომ ეს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. საფინანსო ორგანიზაცია JP Morgan-ის გენერალურმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა CNBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბანკი გააგრძელებს მუშაობას შავკანიანი, ლათინოამერიკელი, LGBT და ვეტერანებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნაზე. ჩვენს ბიზნესს ხშირად აკრიტიკებენ DEI ინიციატივების გამო, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მხარდაჭერას, რადგან გვჯერა რომ ეს მნიშვნელოვანია. კოსმეტიკის კომპანია Lush-მა DEI-ის მხარდასაჭერად სპეციალური პროდუქციის გამოშვება გადაწყვიტა. კომპანიამ 3 ახალი პროდუქტი შექმნა სახელწოდებით მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა. ჩვენ არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ და გვინდოდა რომ ეს მკაფიოდ გამოჩენილიყო. Microsoft-ის მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის დირექტორმა ლინდსი მაკინტაირმა დაწერა, რომ მრავალფეროვანი სამუშაო ძალა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინოვაციისთვის და კომპანიის წარმატებისთვის. სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა პატაგონიამ განაცხადა, რომ არ გეგმავს DEI პოლიტიკის შემცირებას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სამართლიანობის, თანასწორობისა და რასიზმის საწინააღმდეგო პოლიტიკას. ზოგი ირიბად, ზოგიც კი პირდაპირ ცდილობს LGBT ლობი არ გაანაწყენოს. ამის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. მაგალითად, ბევრი შეიძლება ფიქრობს, რომ ტრამპის 4 წლიანი მმართველობის შემდეგ სათავეში შესაძლოა ისევ ისძალა და ბრუნდეს, რომელიც კვლავ პრო-LGBT პოლიტიკას გაატარებს და სამომავლო პრობლემებისგან თავის არიდებას ასეც ცდილობს. შესაძლოა LGBT ლობის, რომელსაც კვლავ საკმაოდ მძლავრი გავლენები აქვს, სხვადასხვა ბერკეტებით ახდენს ზემოქმედებას კომპანიებზე. მოკლედ ვერსიები შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ფაქტი ერთია: დონალდ ტრამპს ამერიკის გასაჯანსაღებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდება. ეყოფა 4 წელი იმისთვის, რომ 10 წლეულების განმავლობაში ჩაბუდებული LGBT პროპაგანდისტები და უკუღმართობის ლობისტები ბოლომდე დაამარცხოს. ამას დრო აჩვენებს. შეერთებულ შტატებში ძაღლის კუდის გასწორების მეთოდს როგორც ჩანს მაინც მიაგნეს. ეს მეთოდი პირდაპირ სასამართლო გადაწყვეტილებაზე გადის. ამერიკის სააპელაციო სასამართლომ პარასკევს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია დროებით აკრძალოს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამები ფედერალურ სააგენტოებსა და ბიზნეს კომპანიებში. სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპის დირექტივები, მათ შორის ბრძანება დაევალოს იუსტიციის დეპარტამენტს გამოიძიოს DEI პოლიტიკის მქონე კომპანიები, სრულიად კონსტიტუციურია. მერილენდის ფედერალური მოსამართლის თებერვლის გადაწყვეტილება კი, რომელიც ტრამპის განკარგულებას აჩერებს, უკანონოა და უნდა გაუქმდეს. აწია საინტერესო, რომელი ბიზნეს გიგანტი შეძლებს ორმაგი სტანდარტით მუშაობას და საზოგადოების მოტყუებას. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. დასავლეთში უკვე იმდენი წელია ერთმანეთს ტვინებს ურეცხავენ ამ გარყვნილი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით, რომ ადამიანებს უკვე ძვალ რბილში აქვთ გამჯდარი ეს LGBT სტანდარტები. ბუნებრივია, ბევრი მათგანი ცხოვრების ამ არანორმალურ წესს ერთადერთ ჭეშმარიტებად მიიჩნევს. წარმოიდგინეთ, რა რთული უნდა იყოს მათთვის ერთ დღეში მთელი ამ შიზოფრენია დაღიარება და ყველაფერი იმის საპირისპიროდ კეთება, რასაც 10 წლეულები სწავლობდნენ. რთულია, მაგრამ ჭეშმარიტება მხოლოდ ერთია, ამიტომ როგორმე უნდა გაუძლონ. დროებით.